რუსთაველზე ვინ ჩიმშილობსო, მაგად გუშინ საჭმელი ჭამისო გამოგვიცხადა ხოცების პროპაგანდა. და დაათრევდნენ ყველგან ამ ვიდეოებს, როგორ მოგატყუებენო და სინამდვილეში თურმე არ შიმშილობენო, ვითომ ძალიან ადარდებთ. და სინამდვილეში რა მოხდა, იცით? თურმე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, ვისაც სურვილი ჰქონდა, უზიარებია ეს ადამიანები ტრადიციული ქრისტიანული მართლმადიდებლური რიტუალით, რაც გულისხმობს მათ შორის სეფისკვერის მირთმევასაც. და ეს კადრი დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთი მოშიმშილე სეფისკვერს იღებს და ეს სპეციალურად გაყიდეს ისე, როგორც აქციის მონაწილეები აი საჭმელს ჭამენო და აღლიცინებენ თავიანთ მაყურებელს, რომელსაც ჩაკეტილი აქვს სხვა ინფორმაციის საშუალებები და მარტო ამ პროპაგანდისტული არხებით იღებენ ინფორმაციას. ამაშიც ჩანს, რომ სინამდვილეში რა ის ქრისტიანული ღირებულებების და რა ის მართლმადიდებლობის დამცველები ესენი არიან ტრადიციულ ყველაზე წმინდა მართლმადიდებლურ რიტუალზე, როგორც არის ზიარება, აღადავებენ და აღლიცინებენ თავიანთ მაყურებელს, ისე რომ არც ეუბნებიან თან სინამდვილეში ეს მოხდა, თორე ეგრევე თქვათ, ეხლა ვინღა იცინებდა მაგაზე და ვინღა დააშიერებდა მაგ ვიდეოს, ხო? აი ესე გატყუებენ და გაშტერებენ ზოგიერთს და მე სიმართლეს რო გეუბნებით, კიდე აქეთ წqინთ ხოლმე. ხო და გადართეთ მაგარხებიდან, უღაუყურებთ, ამ მაგალითზე მაინც დაინახეთ. იმ ადამიანებს იქ ჭამას მარო უნდოდეთ, მართლა შევლენ იმ კარავში თუნდაც სუფრას გაშლიან, კაცი შვილი ვერ გაიგებს. კამერასთან კი არ დადგებოდა და სეფისკვერს კი არ შეჭამდა ის კაცი.